მოგესალმებით, მე გახლავართ ექიმი ნუტრიციოლოგი ელისაბედ ლიზიკუჭავა. ჩემი სტუმარი არის გასტროენტეროლოგი, ენდოსკოპისტი ბატონი ზაქარია როჭიკაშვილი. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ზაქარია როჭიკაშვილის გასტროენტეროლოგიურ კლინიკას კულავში. კლინიკა მდებარეობს ქალაქ თბილისში, სულხან-ცინცაძის 73 ნომერში. შეგახსენებთ, რომ ეს არის ყოფილი საბურთალოს ქუჩა. იმისათვის, რომ ჩვენ კლინიკაში მოხვდეთ ექიმთან ვიზიტზე, საჭირო არის წინასწარი რეგისტრაცია. დაგვირეკეთ ნომრებზე 596 34 50 50 593 30 02 33. ჩვენ ვიმყოფებით ტელეკომპანია პეკატივის საავტორო სამედიცინო გადაცემა ის კულავში. გადაცემა გადის ტელეკომპანია პეკატივის ეთერში ტრადიციულად 4 შაბათს, ტრადიციულად 20 საათზე. გადაცემის განმეორებით ნახვა შეგიძლიათ მეორე დღეს, დღის საათებში ან იმავე კვირის შაბათს ან კვირას. ვიდეო გადაცემის გასვლის მერე აიტვირთება YouTube არხის პეკატივის საავტორო გვერდზე, ვისაც ტელევიზიასთან წვდომა არ აქვს, შეგიძლიათ უყუროთ ჩვენს გადაცემას და გამოიყენოთ ინტერნეტ საიტი MyVideo.gr პეკატივის გვერდის live რეჟიმში. ბატონ ზაქარია, მოგესალმებით კიდევ ერთხელ და მინდა ჩვენს მაყურებელს ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო სიახლის შესახებ ცოტა უფრო დეტალურად ვესაუბრეთ. ადრე დავაანონსეთ, რომ ჩვენ კლინიკაში შეიქმნა პირველი სამეცნიერო ნაშრომი, მოკრძალებულად ვიტყოდი უფრო გზამკვლევი. და ეს გზამკვლევი არის ძალიან მნიშვნელოვანი დამხმარე, ამიტომაც დავარქვით ეს სახელწოდება გზამკვლევი, ძალიან მნიშვნელოვანი ქართულენოვანი, ამას ხას გავუსმევდი, ლიტერატურა, არა მარტო პროფესიონალი ექიმებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის, რეზიდენტებისთვის და თავად პაციენტებისთვის. მაქსიმალურად ვეცადეთ მე და ბატონმა ზაქარიამ, რომ წიგნი საინტერესო ყოფილიყო ყველა ამ ჩამოთვლილი სეგმენტისთვის. მართალია საკმაოდ რთული აღმოჩნდა, მაგრამ მაინც და ასევე ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ კომპანია GM Pharma-ს, რომელიც ჩვენი ერთგული პარტნიორი და დამხმარე იყო, ხელშემწყობი, სწორედ მათი დახმარებით მოხდა ის, რომ წიგნი გამოვიდა. კი ბატონო. ორივე სიტყვა ბატონ ზაქარია, თუ შეგვიძლია მოვახსენოთ, გავაცნოთ თქვენი და ჩემი ავტორობით გამოცემული ეს მოკრძალებული წიგნი. გზამკვლევი. განაცხადი, როდესაც წიგნის გამოცემას იწყებს ჯგუფი ადამიანთა, განაცხადი საკმაოდ ამბიციურია და საკმაოდ საპასუხისმგებლოც და ჩვენ გვეყო ამბიციას და პასუხისმგებლობას იმისთვის, რომ შეგვექმნა წიგნი გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის შესახებ და ეს გზამკვლევი მე ვფიქრობ, რომ გამოადგებათ პროფესიონალ ექიმებს, სტუდენტებს და პროფესორ მასწავლებლებსაც, იმიტომ რომ კომპაქტურად არის განხილული გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი შესახებ ინფორმაცია ფაქტიურად მოძიებულია, ფაქტიურად დამუშავებულია და ეს მიდგომები, რაც დღეს მსოფლიოში გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის შესახებ წარმოდგენები, რაც არსებობს, თითქმის ყველაფერია აქ მოყვანილი და მოცემული. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ეს სველი პრობლემა, მან სინდრომის სახელი შეიძინა დაახლოებით მე-20 საუკუნის 20-30 წლებისთვის, მანამდე ამას ეძახდნენ უამრავ სხვა სახელებს, კოლიტი, ლორწოვანი კოლიტი, სველი კოლიტი, მშრალი კოლიტი, რა ვიცი, და ქრონიკული კოლიტების სახელით მიდიოდა ეს დაავადებები და ეს ჩვენი გზამკვლევი იმ კლასიფიკაციებსაც განიხილავს დღეს, რა კლასიფიკაციების არის მიღებული და ამ დიაგნოზის დასმაში დაეხმარება ექიმებს და პროფესიონალებს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ღირებული ნამუშევარია
არ არის მოცულობი ძალიან დიდი, მაგრამ ერთი სინდრომისთვის ეს საკმაოდ ამომწურავი ინფორმაციაა, რაც არის ამაში. მინდა ჩვენს მაყურებლებს ისიც უთხრა, რომ ამაზე გაჩერებას კლინიკა ესკულაპი და ლიზი კუჭავა არ აპირებენ და მომავალში ძალიან საინტერესო სურპრიზებს ვპირდებით ჩვენს მოსახლეობას და ჩვენს სამედიცინო საზოგადოებას გასტროენტეროლოგიური დაავადებების შესახებ, გასტროენტეროლოგიის შესახებ კიდევ სხვა გზამკვლევების გამოცემასაც ვაპირებთ. ნახოთ, როგორ იქნება. კიდე ერთი საინტერესო თემა, რაც წიგნზე მუშაობის ფორმატში ჩავდეთ, ეს არის ის, რომ ყველა ქვეთავის ქვევით მითითებული არის გამოყენებული ლიტერატურა. ეს ძალიან საინტერესო იქნება იმ ადამიანებისთვის, რომელსაც კონკრეტული თავის ჩაღრმავება უნდათ და უფრო დეტალურად გაცნობა, აი მაგალითად მიკროორგანიზმების როლზე, სადაც საუბრობთ, შესაბამისი ლიტერატურა ამითითებული და ასე შემდეგ. ასევე წიგნის მსვლელობის არის ფარმაცევტული პრეპარატები გაცნობილი, რომლის გამოყენებაც ხდება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს და ბოლოს ესეთი ჩემი საყვარელი თემას უბრუნდებით, რა თქმა უნდა, ისე სანიმიშო და სახალისო დიეტის მაგალითები, ასევე დიეტური რეკომენდაციები და ის პროდუქტები, რომლებიც ისტორიულად გამოიყენებოდა გაღიზიანებული ნაწლავის მკურნალობის დროს. ბატონო ზაქარიამ ძალიან კარგი ფრაზით აღნიშნა, ეს მართლაც უძველესი დაავადებაა. რა თქმა უნდა. კაცობრიობა რაც არსებობს, არც იმის იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში რამეს მოუხერხებ. თუმცა მისი მართვა შესანიშნავად შეიძლება და სინდრომი ეს ხომ არ არის დაავადება, ეს არის სიმპტომთა ერთობლიობა. აქ ძირითადად ფუნქციურ მოშლობასთან გვაქვს საქმე, ხოლმე და დიაგნოზებიც გვაქვს ძალიან საინტერესო ICD კოდებში მოგზაურთა ფაღარათი, მოგზაურთა ყაბზობა და ასე შემდეგ და მე ვფიქრობ, რომ სინდრომის მართვა პაციენტებსაც შეუძლიათ თვითონ, როცა რა თქმა უნდა იმკურნალებენ ერთხელ სწორად, შედეგი რომ იქნება, მერე პაციენტები თვითონვე ხდებიან ხოლმე ყველაზე კარგი გასტროენტეროლოგები მიმართულებით. ერთი საინტერესო დეტალი მინდა კიდე აღვნიშნო, ბატონმა ზაქარიამ აქ ჩვენ ისაუბრა, რომ დეტალურად აგვაქვს რაღაცეები ჩაშლილი, ვითომ ცოტა გვიწერია, მაგრამ რეალურად საკმაოდ ბევრი და ამომწურავი ინფორმაცია. აქ არის ერთი მთავარი ხაზი, რასაც ბატონი ზაქარია ყოველთვის ჩვენ გადაცემებში ამახვილებს, ყოველთვის ამახვილებს ამ თემაზე, ეს არის ცენტრალური ნერვული სისტემის როლი ზოგადად გასტროინტესტინალური ტრაქტის დაავადებების აღმოცენაში და ზუსტად ეს ხაზი თავსა და ნაწლავს შორის ასეთი სიმბოლური ხაზი, ხო? დღესდღეობით მედიცინა განიხილავს მას როგორც წინაპირობად ნაწლავური დისფუნქციისას და ამიტომაც ბატონი ზაქარიაც ნაწლავი ტვინის ღერძი. კი, ღერძი, კი ბატონო, ბატონი ზაქარია კუჭნაწლავის პრობლემების მოგვარებას მულტიფუნქციურად და თავისი მულტიდისციპლინარული გუნდით ახერხებს ხოლმე ყოველთვის და უკვირთ. რატომ ჩაუწერა ბატონმა ზაქარიამ ვიზიტი დავუშვათ გასტროენტეროლოგიურ პაციენტს ნევროლოგთან და რატომ ჩაერთო პროცესში. აღარ უკვირთ ახლა. აღარ უკვე შედეგებზე. იმიტომ რომ ეს უკვირდა 10-12 წლის წინ. საინტერესო შემთხვევაც მქონდა ნევროლოგიდან უკან მომივიდა პაციენტი ცოტა გაღიზიანებული ერთხელ. რომ ნევროლოგს უთქვია, რომ ჩემთან რაც გაგზავნა, შენ კუჭნაწლავი გაწუხებს. თუმცა ცხოვრების წესის და სტრესის მოწესრიგების გარეშე ხდება ეგეთებიც. ფუნქციურ გარღვევებს ჩვენ თუ არ მივაქციეთ გასტროენტეროლოგებმა და სხვა სპეციალისტებმა, სხვა დარგის სპეციალისტებმა თუ არ მივაქციეთ ყურადღება, ზუსტად ეს არის სამედიცინო მომართვიანობაში ყველაზე ლომის წილი პაციენტების რაოდენობით უკავია ფუნქციურ მოშლილობებს. აქ კიდე ერთ დეტალზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანი არის გაითვალისწინოს პაციენტმა, რომ ძალიან ხშირად ადამიანები გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე ადამიანები შემთხვევით ხდებიან სხვა ექიმებთან და აი მე ვფიქრობ ცოტა მოკრძალებული ნათქვამი ალბათ, მაგრამ ეს წიგნი სხვა სამედიცინო სპეციალისტებსაც დაეხმარება, ცოტა უფრო მეტად რო ამალდეს ცნობა. რა თქმა უნდა, აქვე მინდა ვთქვა, რომ წიგნი ჩვენ გამოუშვით და გვეხმარა ამაში კი გენერალური სპონსორი GM Pharma, მაგრამ წიგნი არ არის გაყიდვაში და არ იქნება გაყიდვაში. ეს წიგნი ყოველ შემთხვევაში ეს პირველი 1000 ეგზემპლარი, რომელიც ჩვენ
გამოუშვით ჩემი და ქალბატონ ლიზის და ჩვენი კლინიკის ეს იყო ბატონ ზაქარის თავარი პირობა მართალია ეს სიგნი უნდა დაურიგდეს პირველ რიგში იმ ადამიანებს ვისაც ოჯახის ექიმები ქვიათ მათი სამაგიდო წიგნი გახდეს აი ესეთი ამბიციური ის გვაქვს ჩანაფიქრი გვაქვს და შემდგომ თუ ეს სიგნი თავის საქმეს შევატყობთ თუ აკეთებს თავის საქმეს მე უკვე შეიძლება ამის დაბეჭდას გაყიდვაში სტუდენტებისთვის ჩაშვება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბატონო, ჩვენ ვაპირებთ უახლოეს პერიოდში უკვე ბატონ ზაქარიამ კონფერენციაზე ძალიან მინდა რომ მოხსენებითაც გამოვიდეს, გამოიტანოს, იმიტომ რომ მართლაც უნიკალური მიდგომებია ჩვენ კლინიკაში მსოფლიო დონის სტანდარტებით და რაღაცა ბოლო დროინდელი ინფორმაციის მიხედვით ხდება, სადაც ზოგან მკურნალობენ გაღიზიანებულ ნაწლავს ისევე მარტო ძველი მიდგომით ჩვენთან ბევრად უფრო წინ წავედით ასე ვთქვათ და ამდენად ძალიან მნიშვნელოვანი ეს არის დაავადება, სინდრომი, რომელიც შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე აწუხებდეს ადამიანს და იტანჯებოდეს და ასე გადადიოდეს სპეციალისტზე, მნიშვნელოვნად უბრუნდებოდეს ცხოვრების ხარჯს. და ბოლოს იცით რა, როდესაც არასწორად არის დიაგნოზი გამოცნობილი, რაღაც სწორად არ მიდის პირველივე მკურნალობა, მერე შემდგომ მეორე მკურნალობას. ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ესეთ პაციენტები უკვე ხელს შეიქნევენ, ამას მაინც არაფერი არ შველის და ანებებენ საერთოდ. და ეს კიდევ უფრო მეტად ამწოვებს სიტუაციას მართალია. რა თქმა უნდა, ფუნქციური მოშლილობებიდან, რომელიც ხანგრძლივად მიმდინარეობს, საბოლოო ჯამში უკვე ყალიბდება ორგანული დარღვევებიც, ხო? კი ბატონო. და მithumetes, როდესაც საჭმლის მონელებელი სისტემა არ არის წესრიგში, ხო, ბოლოს ეს ყველა დაავადება ფუნქციური თუ არ ჩავთვლით ჩვენ რაღაც ინფექციურ დაავადებებს და ტრავმებს, ხო? ყველა დაავადება ფუნქციური მოშლილობით იწყება და ფუნქცია რო იშლება ორგანოსი, მერე იწყებს ის დაავადებას. კი ბატონო, ჩვენ აი ამ საინტერესო თემით უკვე შემდგომ გადაცემაში, შემდგომ ნაწილში გავაგრძელებ. ახლა ვემზადებით ახლა პრეზენტერ მაპატიელიძე, ვემზადებით პრეზენტაციისთვის უახლოეს მომავალში, რა ვიცი, როგორ შევძლებთ ამას ჩვენ ფინანსურად და როგორ ავწევთ მარტოგები. ნახოთ, ყოველ შემთხვევაში უახლოეს მომავალში გვინდა დიდი პრეზენტაცია გავაკეთოთ ამ წიგნის, რა თქმა უნდა, კოლეგებისთან და არამედ ზოგადად ცნობადობა გვინდა ჩვენ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის შესახებ ავწიოთ, ასე ვთქვათ, საზოგადოებაში. ხო, ამას ემსახურება ესაც, ხო, რა თქმა უნდა. და ამის შესახებ ინფორმაციას აუცილებლად ჩვენი ოფიციალური Facebook ვებსაიტზე ჩვენ კოლეგების საყურადღებოდ მოსაწვევების და გირიქმდებათ თვითფასებო განსაკუთრებით გასტროენტეროლოგიაში მომუშავე ადამიანებს, თერაპიაში მომუშავე ადამიანებს, მოგართმევთ ამ ჯერ ერთი მოგიწევთ პრეზენტაციას და მერე მოგართმევთ სიგნებსაც. კი ბატონო, ახლა ჩვენ გადაცემაში სარეკლამო პაუზის დრო მოვიდა, მეორე ბლოკში დავბრუნდებით და ვიყურეთ საინტერესო თემით დავბრუნდებით. დიდი მადლობა. გაიხარეთ. მე ვარ ელისაბედ ლიზი კუჭავა, ამ კლინიკის ნუტრიციოლოგი, ექიმი და ჩემს გვერდზე არის ქალბატონი მარიამ ბებიავა, ჩვენი კლინიკის ხელმძღვანელი. და დღეს მე და მარიკამ გვინდა ერთი ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია გითხრათ. ჩვენ კლინიკაში შეიქმნა პირველი სახელმძღვანელო, ეს არის ჩემი და ბატონი ზაქარია როჭიკაშვილის ავტორობით დაწერილი გზამკვლევი, რომელიც ეძღვნება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს. ეს სახელმძღვანელო გათვლილი არის არა მარტო პაციენტებისთვის და ექიმებისთვის, არამედ ფართო საზოგადოებისთვის. აქ ყველა შეუძლია თავისი წილი ინფორმაცია მიიღოს, მათ შორის არის დიეტები, ინფორმაცია ამ დაავადების შესახებ, უახლესი კვლევები, მითითებული არის წყაროები, საიდანაც ისინი იქნა აღებული. მინდა გითხრათ, ჩვენი კლინიკა ამას არ დაჯერდება. ძალიან მალე კიდევ ბევრ და ძალიან კარგ სასიამოვნო სიახლეს გეტყვით. ჩვენი კლინიკა მუდმივად ორიენტირებულია განვითარებაზე, წინსვლაზე. როგორც არაერთხელ აღნიშნეთ, ვართ გასტროენტეროლოგიური კლინიკა, თუმცა ჩვენი მთელი შემადგენლობა წარმოდგენილი არის მულტიპროფილური გუნდით, გვაქვს ულტრათანამედროვე ლაბორატორია, ვატარებთ კლინიკურ გამოკვლევებსაც. მოკლედ გვიგილოთ თქვენ სამსახურში. ჩვენ ყოველთვის უნდა თქვენ ჯანმრთელობაზე და კიდევ ერთხელ ამ წიგნის გამოცემაში გვინდა
კიდევ ერთხელ და ერთხელ მადლობა მოუხადოთ კომპანიას, რომელიც დაგვეხმარა, ეს არის GM Pharma, კომპანია, რომელმაც გვერდში დაგვიდგა, ეს არის 25 წლის მანძილზე უცვლელი ხარისხის და მეცნიერულ მიდგომებზე დაფუძნებული ცოდნის მქონე კომპანია, რომელიც ქმნის და მოღვაწეობს ქართულ ფარმაცევტულ და სამედიცინო ბაზარზე უკვე საკმაოდ დიდი ხანია. მისი თანადგომის გარეშე, რა თქმა უნდა, ეს წიგნი ვერ იხილავდა ფართო მაყურებელს, ასევე საინფორმაციო მხარდაჭერისთვის მინდა მადლობა უთხრათ ტელეკომპანია PKTV-ს და მადლობა თითოეულ თქვენგანს. მე ვიტყოდი რომ არ ყოფილიყო თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა, თქვენგანის თხოვნა ბატონი ზაქარიასადმი, რომ ესეთი სახელმძღვანელო მით უმეტეს ქართულ ენაზე გამოსულიყო, ალბათ ბატონი ზაქარია ჩვენ ერთ დღეს არ გადაწყვეტდა იმას, რომ გაგვეკეთებინა ეს პატარა მორიდებული, მოკრძალებული გზამკვლევი. ჩვენ ამით პირველი ნაბიჯი გადავდგით და გავარღვიეთ რაღაც და ქართულ სტუდენტებს, რეზიდენტებს შევქმნით ასევე, არა მარტო ექიმებს, სახელმძღვანელო, რაღაცა საშუალება, მეთოდი იმისა, რომ წაიკითხონ, გაეცნონ საკმაოდ რთულ და პრობლემურ და ფართო მოცვის მქონე დაავადებას, რომელსაც გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ქვია, ეს რაღაც ერთგვარ დაავადების ჩარჩოში არც ჯდება, ის ძალიან ბევრ სპეციალობას ეხება, ხშირად პაციენტი სხვადასხვა სპეციალისტთან მიდის ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, სწორედ ამიტომაც აი ზუსტად ამ პრობლემაზე შეაჩერა ბატონმა ზაქარიამ ყურადღება და დიდი მადლობა მინდა უთხრა თითოეულ მის პაციენტს და ჯანმრთელობა უსურვო, რომ არა მათი მხარდაჭერა, მათი ინსპირაცია, ჩვენ ალბათ ამ გადაწყვეტილებას არც მივიღებთ. მადლობა თქვენ, მინდა მოგილოცოთ. მოგილოცოთ თქვენც მარიკა, იმიტომ რომ ეს ჩვენი საერთო ბატონ ზაქარიას გილოცოთ. პირველი წიგნის ჩამოშობას მისცა ალბათ წლის ბოლოსთვის უკვე შეიძლება მივიღოთ ჩვენ კიდევ მეორე ესეთი გზამკვლევი გასტროლოგიურ რაფიკს. არანაკლებ მნიშვნელოვან პროგრამულ საკითხზე, რომელზეც ასევე ინფორმაცია საკმაოდ დიდი გვაქვს. ერთი რამ მინდა იცოდეს ჩვენ მოსახლეობამ, რომ კუცნათლავის ტრაქტის მომართ დაავადებების ან პაციენტების კუცნათლავის გასტროენტეროლოგიური მომართ დაახლოებით 80-85 შეიძლება 90%-იც კი არის ფუნქციური მოშლილობები და ერთ-ერთი ფუნქციური მოშლილობის ერთ-ერთი სახე არის ზუსტად ეს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ასევე ფუნქციური მოშლილობის შედეგი არის გასტროეზოფაგური რეფლუქსის დაავადება და მაყურებლებს ისიც მინდა უთხრა, რომ გასტროეზოფაგური რეფლუქსის დაავადების გარეშე გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი არ არსებობს. ჩვენს კლინიკას ბატონმა ზაქარიამ და ქალბატონ მანდიზი მოგახსენათ ახალი პირველი გზამკვლევი სამედიცინო სფეროში ბატონ ზაქარიას და ქალბატონ ელისის ნამუშევარი შემოქმედება კლინიკის თანადგომით. წარმატებები ჩვენს კლინიკას, წარმატებები თქვენ და ჩვენს გუნდს და ტელეკომპანია PKTV-ს დამფუძნებელს. დავრუნდით საინტერესო სიახლით ჩვენ გადაცემაში ვისაუბრეთ უკვე ამ წიგნის შესახებ, რომელიც ბატონმა ზაქარიამ და მე გამოეცით. ჩვენი კლინიკის პირველი სამეცნიერო ნაშრომია. ახლა კი გვინდა გავაგრძელოთ საუბარი ამ თემის გარშემო. ბატონმა ზაქარიამ მოკლედ მიმოიხილა გაღიზიანებული ნაწლავის წარმოშობის და განვითარების უმნიშვნელოვანესი პირობა, ეს არის ცენტრალური ნერვული სისტემის მდგომარეობა, ფსიქოემოციური ფორმა, ფსიქოემოციური მდგრადობა. მინდა რომ აი ამ ხაზს გავყვეთ. ეს კიდევ ერთი საყოველთაოდ ცნობილი და საჭიროებო თემა მოკლედ მიმოიხილოთ, ეს არის კვებითი აშლილობები, რომლებიც დაკავშირებული არის ასევე ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან, ფსიქოემოციურ ფონთან, სტრესთან და ასე შემდეგ. ბატონ ზაქარია, ეს თემა დიდი ხნის განმავლობაში ტაბუდადებული იყო. ითვლებოდა მხოლოდ მძიმე ფსიქიატრიული პაციენტებად ეს ხალხი და თუ ძალიან მძიმე ფორმით არ გამოიხატებოდა, საერთოდაც არ ერთვებოდა. ნუ ბულიმია და ანორექსია ფსიქიატრიის სამკურნალო და თუ ბულიმია და ანორექსიის კლასიკური სურათი არ იყო, საერთოდაც არ ერთვებოდა. საერთოდაც არაფერი არ ჭირს ამ ადამიანს, ეუბნებოდნენ და ფაქტიურად მანამ მართლა არ მივიდოდა ბულიმიამდე, მანამ არ მივიდოდა ანორექსიამდე, მანამდე ფაქტიურად არავინ არ კურნალობდა ესეთ ადამიანს. კი ბატონო.
დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვანია ეს თემა, იმიტომ რომ მომავალი თაობის ჯანმრთელობას ეხება პირველ რიგში. მე ბატონ ზაქარიას ცოტა ხნის წინ ინფორმაციაც მივეცი, ესე იგი ეთყობა რაღაც ახალი პროექტი დაიწყო ჩვენმა განათლების სამინისტრომ, სკოლაში იკვებასთან დაკავშირებით ექსპერტების ჯგუფი დგება. კარგი იქნებოდა რომ ჩვენც ყოფილიყავით ჩართული, თუმცა ყველაფერი ჯერ კიდე წინ არის, რატომ? იმიტომ რომ მხოლოდ პროფესიონალმა ექიმთა გუნდმა უნდა მიიღოს მონაწილეობა და შეადგინოს მოზარდი თაობის ჯანსაღი საკვები მენიუ. სწორედ ამ ასაკში ყალიბდება ძალიან ხშირად პირველად კვებითი დაშლილობები და თუ სწორი დახმარება არ იქნა გაწეული პაციენტს დროულად, მერე უკვე ძალიან რთულდება მდგომარეობა და ჩვენ ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანიც გვინახია ამ პრობლემით, რასაც ქვია კვებითი აშლილობები და არ გეგონოთ რომ კვებითი აშლილობა მარტო ანორექსიაა. თქმა უნდა, კვებითი აშლილობის ერთ-ერთი მიზეზი ჩემო კარგო ადამიანებო ისევ და ისევ ნევროლოგიასთან მიდის, მაგრამ მის პროვოცირებას და მის კვებითი აშლილობის ასე ვთქვათ წარმოშობაში ძალიან დიდი როლი მიუძღვის განსაკუთრებით ჭარბად რო ჭამს ადამიანი, ხო, ბევრს ჭამს. ამაში ლომისწული მიუძღვის იმ გემოს გამაძლიერებლებს, ქიმიურ გამაძლიერებლებს, რომელიც ჩვენ საკვებში ძალიან ჭარბად მოიხმარება. ეს არის დაკონსერვებული პროდუქტები, ეს არის როგორ გითხრათ, ბავშვს რო დაუდო ჩიპსი დაბეჭდი. მასში იმდენია ქიმიური გემოს გამაძლიერებლები, რომ ფაქტიურად დღე და ღამე შეიძლება ჭამოს ეს პროდუქტი. მით უმეტეს ეს ენერგიზერის დღე და ღამე გაუთავებლად ჭამოს. და ეს ისევ და ისევ ნერვულ სისტემას უკავშირდება. სრითი აძლიერებს, ხო, ნერვულ დაბოლოებებზე, გემოვნების რეცეპტორებზე მოქმედებს, ეს აუხსნებათ და სულშია მე ადამიანს, სულ იგივე უნდა, სულ ისე, ყველას გამოუჩნია ალბათ რაღაც ესეთ საკვებთან ურთიერთობა და მე ეს ფასტ-ფუდები შეჭამ 5 წუთში ისე ხშია, რატო ხშია? იმიტომ რომ ხანგრძლივი მოქმედების გემოს გამაძლიერებლები აქვს მას. ერთხელ მითხარით ბატონ ზაქარია, ხა მინდა გავიმეორო, ძალიან საინტერესო ფაქტი თქვა. რატომ არისო ფასტ-ფუდები უფრო მავნე იციო, ვიდრე კლასიკური ეს სახში დავუშვათ, როცა იღებდნენ საკვებს. არა მარტო იმიტომ, რომ იქ შემადგენლობაა ცუდი, მომზადების ტექნოლოგია და ძალიან საინტერესო რაღაცა თქვა. როცა შევდიოდით ძველად რესტორანში, ან ეხლა ცოტა შევდივართო, ხო, ცოტა მენიუ შევუკვეთავ და რაღაც პერიოდი გადის, სანამ საკვები მომზადება და მოგიტან. იგივე ხდება ოჯახში, სანამ დედა გააცხელებს მოგიტანს. ფასტ-ფუდში ეს დრო სიტყვა გეუბნება, ფასტ-ფუდს, სწრაფი საკვები. ბევრად უფრო შემცირებული, ანუ ადამიანს საკვების ნდობა, ფერმენტული აპარატის მზაობა, განწყობა და რაღაცა არ აქვს. ითხოვს მიდის და პირდაპირ იღებს საკვებს. აი, ამანაც, ანუ მისაწვდომი გახდა უფრო საკვების ამდენი საცხობები ქუჩაში, ახლა ძველი დრო მეც კი მახსოვს, ბატონო. ხო, გაიარე დაავლე ხაჭაპურს ხელზე წადი. ჩემ ბავშვობაში ესე ვერ მიიღებდი ქუჩაში მზა საკვებს, ყოველ შემთხვევაში ესე ქუჩაში ვიტრინებზე არ იყიდებოდა. რამაც ასე თქვა ჩვენც უფრო ისეთი სულმოუთმენელი გაგვხადა. საკვები იმ წუთშივე გვინდა მყისიერად ვიღებთ და არც ვაცდით ორგანიზმს, რომ ძალიან მოუნდეს. გარდა ამისა, კვებითი აშლილობის ერთ-ერთი მიზეზი ხდება შიში გასუქებისადმი. რაც ითად ხდება ხოლმე მე მიზეზი ესეთი ფსიქიური პრობლემის, როგორც არის ანორექსია. უბრალოდ იმის შიშით რომ არ გასუქდეს ადამიანი, მუდმივად შიმშილის რეჟიმში ამყოფებს ორგანიზმს. და თითქოს და აღარ ჭამს საჭმელს, მაგრამ იწყებს გასუქებას. ეს უკვე არის ნივთიერებათა ცვლის უკიდურესი დარღვევები. ხო, აქედან გამომდინარე, გზა ეხსნება ისეთ დაავადებებს, როგორც არის დიაბეტი, როგორც არის ფარისებრი ჭირკლის პრობლემები, როგორც არის ინსულინ რეზისტენტობა იქნება ეს თუ და ყველაფერს თავი დავანებოთ ძალიან ესე დიეტებს ვინც იცავენ და ვინც თითქოს და რაღაცა გაწმენდებს აკეთებენ ორგანიზმს, მათ უფრო კოაგულოგრამაც ცუდი აქვს, ლიპიდური ცვლაც ცუდია. ძალიან საინტერესო დიაგნოზი არსებობს ორთორექსია, როცა ადამიანი ვითომ სწორი კვების ეგიდით არის იმდენად
ციკლირებული, აი ჩაციკლოს ვამბობთ ქართველები, მაგრამ ეს სიტყვა არსებობს ციკლირებული საკვების მიღების რიტუალებზე, რომ მისი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვანი, ანუ ის ზედმეტად არჩევს ეტიკეტებს, ზედმეტ ყურადღებას აქცევს, რომ მისი მთელი ცხოვრება შემოიფარგლება. და ფაქტიურად ჭამს შიშით. შიშით, შიშით ჭამს. და ჭამს იმიტომ ჭამს, რომ ნუ იცის რომ როარ შეჭამს რაღაცა ცუდად წაუვა ძალიან საქმე, მაგრამ მე არ ვიცი, თან თუ მე ბატონ ზაქარი ყველაზე ხშირი ნიშანი, რომელიც ფიქრობენ რომ აწუხებთ, აი ეს უკვე ფიქრობენ და არა აწუხებთ რეალურად, ეს არის მუცლის შებერელობა. და მოდიან გასტროენტეროლოგთან გაუთავებლად, ვითომ ჯანსაღი საკვებით იკვებება და გეუბნება რომ აი ნებისმიერი საკვები ბერავს და იწყება მერე გაუთავებელი კვლევა. ისევ კიდევ ვიმეორებ, ფუნქციური მოშლობაა ეს კუჭის. კუჭს აქვს ორი ფუნქცია, ლიზი, ხო? მე ორი ძირითადი ფუნქცია, ევაკუატორული ფუნქცია და ცილის დაქუცმაცების ფუნქცია. ეს მარილმჟავა და პეპსინი მაგისთვის სჭირდება, რომ ცილა დაგლიჯოს უხეშად და გადასცეს პანკრეასის წვენს, რომ იქედან მერე ამინომჟავები გამოაცალკევოს იმან, ხო? როდესაც რეფლუქს დაავადებასთან გვაქვს საქმე, უკუდინებები, როდესაც გაძლიერებულია უკიდურესად, ნავალი შემოაქვს კუჭში, უბრალოდ რომელიც აფერხებს მონელების პროცესებს და იწყება ლპობითი პროცესები. ანუ მეორე ფუნქციას ევაკუატორული თავისთავად ხო დაირღვა. იმიტომ რომ უკუდინებები გვაქვს. გვიანი ცლება კუჭი. და მეორე ფუნქცია, რომელიც მონელების პროცესს განსაზღვრავს, გამიგეთ, მონელების პროცესების დარღვეულია და მონელების პროცესებს აღაცნობს ლპობითი პროცესები. თეა იმიტომ რომ კარგად მოგეხსენებათ, რაც უფრო მეტად განეიტრალდება ჩვენი კუჭის წვენი, იქ არ შეიძლება რომ ცილის მონელების პროცესი მიმდინარეობდეს, ვეღარ წავა ელემენტარულად. არა და ჩვენი ტემპერატურა 37 გრადუსია. ყველას უნახავს ყურძნის დაწურვის რიტუალი. ერთი ვედრო არ არის ჩაწურული და უკვე დუღს, იმიტომ რომ დუღილის ბაქტერია მუშაობს. ეს დუღილის ბაქტერია ყველგან არის. ნებისმიერ ლუკმას მიყვება და აქტიურდება ზუსტად ნეიტრალურ გარემოში. ყურძნის დაწურვა მიმდინარეობს 25 მაქსიმუმ 27 ტემპერატურაზე, გრადუს ტემპერატურაზე, ხო? შემოდგომით მეტი ხო არ არის რა? და ჩვენ აქ მუდმივი ძლიერი ზაფხულია 37 გრადუსია. 10 გრადუსით მეტი გვაქვს ტემპერატურა. რა თქმა უნდა, უფრო სწრაფად დაიწყება დუღილი. და შესაბამისად მიკრობიული ფლორაც უკვე ირევა და ვითარდება უკვე. და ყველა საოცარი ის არის პაციენტები გაკვირვებულები არის. სულ ერთი პრეპარატი ჭირდება, პროგინეტიკი ჭირდება ამისა და პაციენტს და აბსოლუტურად ყველაფერი გაიგლის. პროგინეტიკი რა შვება? შევაკავებელი არის კუჭნაწლავის მამოძრავებელი ნერვის. შევაკავეთ გასწორდა პერისტალტიკა. ავაჩქარეთ, მოიხსნა ეს შეკავება და აჩქარდა ისევ შებერლობა და მივიღეთ მუდმივი პაციენტი. წავიდა, მოვიდა. აი ეს ნიუანსია აქ. კი ბატონო. სწორედ აი ბატონმა ზაქარიამ ახლა ძალიან საინტერესო დეტალი თქვა, როდესაც ისაუბრა ცილის დაშლაზე ორგანიზმში. დღესდღეობით ძალიან მოდური გახდა სამი დიდი მაკრონუტრიენტი, ხო, ეს ნახშირწყალი, ცილა, ცხიმი. წონის დაკლების მიზნით გამოიყენება საკვების რაღაცა ერთი აი ამ ნუტრიენტის მიმართ მიჯაჭულობა მასთან მიჯაჭულობას დავარქმევდი ამას უფრო. აი მაგალითად ზოგიერთს აქვს ისტერიული სიყვარული დაუშვათ ცილოვანი საკვების მიმართ. ეს არ არის ჩვეულებრივი გაზეთი. ხო, ნუ ნახევარი საქართველოს ჭამს გერკულეს ყოველ დილით. ეს ცილოვანი საკვები. ხო, ეს ჰერკულესი რატომაც გახდა გლობალური პრობლემა. რა ცუდია, კი არ ვიცახი რომ არ უნდა ჭამო. როცა მთელი ცხოვრების განმავლობაში დილა იწყება მხოლოდ ჰერკულესით, იმ ეგიდით, რომ თვითონ ჯანსაღი ცხოვრებით, ну, არ ვიცი, საიდან წამოვიდა რა ტენდენცია იყო, არ ვიცი, თუმცა რა დააშავა ციციბურამ, რა დააშავა მანიფაფამ, რომელსაც ჩვენი მშობლები გვაჭმენდა და კუკუკუკა. როცა მე პაციენტს ვუთხარი ბატონ ზაქარია, რომ ჩვენ თაობაში, ჩემ თაობაში პირადად მანანის ბურღული, მანი პაპასო ვეძახდით, უფრო მოდაში და დღეს გააცამტორეს ეს მანანის ბურღული, ანუ დიეტიკაშიც იცვლება რაღაცები. აი, ცოტა ხნის წინ მაგალითად კარაქი ითვლებოდა მთავარ მიზეზად ქოლესტერინის მომატების. დღესდღეობით კარაქი მენიუდან საკმაოდ არგუმენტირებულად დაბრუნდა, ასე ვთქვათ. კიდევ ვიმეორებ, მაპატია, კიდევ ვიმეორებ. ხოლესტერინის დაგროვებაში უფრო დიდ როლს თამაშობს
ფუნქციური მოშლილობები, ვიდრე ცხიმების მიღება. კი ბატონო, ესე ადვილად ცხიმში ესე ვერ გადადის და ვერ დაალაგდება სისხლძარღვის სანათურში. და ეს არის რაღაცა ერთი საკვების აჩემება, ასე ვთქვათ, აი პიკა აშლობებზე იქ შეიძლება საერთოდაც არასაკვები ნივთიერება აიჩემონ, მაგრამ ნუ ის იყო ცნობილი სკანდალი შოუ ბიზნესში, როდესაც გაირკვა, რომ ზოგიერთი მათგანი იყენებდა, მათ შორის ბამბაც იყო ერთ-ერთი სხვათა შორის, იმიტომ რომ კუჭის მოცულობას იკავებდა, მაგრამ არანაკლები პრობლემაა მარტო ცილოვანი საკვებით და მე მოდის ძალიან დიდი პრობლემები. საქმე რაშია, ცილის სტრუქტურა საკმაოდ რთულია, ამინომჟავების რგოლებისგან შედგება მარტო თუ წარმოვიდგინოთ, ეს არის მძივი, ასე ვთქვათ, აწყობილი სხვადასხვა, მათ შორის სასიცოცხლო ამინომჟავებისგან. ისინი უნდა დაიშალონ ამინომჟავების დონემდე, რომ მე ორგანიზმმა აწყოს მისთვის სასურველი ცილა, ხო? მაგრამ საკმარისია ეს ცილები გამუდმებით და საკმაოდ დიდი რაოდენობით მივიღოთ, რომ იტვირთება თირკმელიც და ღვიძლიც. რა თქმა უნდა. რაც თავარი ასეთი პაციენტი პირველ ეტაპზე აღნიშნავს საკმაოდ არასასიამოვნო სუნს და ეს თურმე ობიექტურად და სამედიცინო თვალსაზრისით დადასტურებული, იმიტომ რომ მათ სეკრეტებში ყველგან უნდა გამოიყოფა ლპობის ბაქტერიები, იმიტომ რომ ის გოგირდწყალბადი სუნი, რომელიც დამახასიათებელია ლპობისთვის, ეს მხოლოდ ცილის ლპობისთვისა. ცილის პროდუქტია, დიახ. უკაცრავად ერთ ყურადღება მინდა მივაქციოთ ჩვენი მაყურებლის. ორგანული ნივთიერებები ძირითადად სამი ჯგუფისაა, ხო? ცილა, ნახშირწყალი და ცხიმი. აყროლებული ცხიმი არავის უნახავს. გახსნილი ცხიმი არ არსებობს. გაიხსენეთ კარგად. თქვენი ბებიები გადაადნობდნენ ხოლმე ღონის ხოს და ინახავდნენ 5 წელი, 6 წელი. რატო ადნობდნენ? ცილას აცლიდნენ. და ცარიელი ცხიმი ის არასდროს არ ფუჭდება. ზეთი, რაფინირებული ზეთის გაფუჭება და დამძაღება არ არსებობს. არარაფინირებული ზეთი, რომელიც ცილოვან დანამატებსაც შეიცავს, იმიტომ რომ არ არის გაფილტრული, აი ზუსტად ეს ცილა ხრწნის და ამძაღებს ზეთს. ვინმე ცხოვრებაში უნახავს აყროლებული შაქარი. არ არსებობს ესეთი. ანუ არც ნახშირწყალი განიცდის ხრწნას. ხრწნას ერთადერთი განიცდის ცილა. და დამახასიათებელი და ცილა თუ ვერ დაშალა, ის ადუღდება აუცილებლად, ის გაიხრწნება და სადაც გაიგოს ყველგან გაზებს დატოვებს, ამას რა თქმა უნდა არითმეტიკა და მათემატიკა, ხო? აქედან გამომდინარე მთელი უბედურება ფუნქციური მოშლილების დროს იწყება კუჭიდან. კი. და ფუნქცია კუჭმა რო შეასრულოს, მას სწორად უნდა იმოძრაოს. და კუჭის როგორ იტვირთება, როცა ამ რაოდენობის ცილა ჩადის. რა თქმა უნდა. და არ დაგავიწყდეთ, ის გოგირდწყალბადი H2S-ია, ის არის გოგირდოვანი გაზი. და ის არის ძალიან ძლიერი მჟავა. ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე ჩვენი მარილმჟავა და პეპსინია. და კუჭის ლორწოვანი განსხვავდება ნაწლავური ლორწოვანისაგან, იმიტომ რომ კუჭის ლორწოვანს არ ევალება გაუძლოს ისეთ მაღალ სიმჟავეს, როგორც ნაწლავშია. ამიტომ იწყება უკვე აი ამ ხრწნის პროდუქტების შედეგად მონელებას იწყება საკუთარი ლორწოვანის მომონელება. აი ეს არის. და მე იწყება უკვე ტკივილები, უკვე მშიერ ტკივილებს ვეძახით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ. კიდე ერთი საინტერესო თემა, რაც აი ამ კვებით აშლობებთან დაკავშირებით გვაქვს, არის ბატონ ზაქარიას ეს თემა. ერთხელ ერთ-ერთი პირადი საუბრის დროს ჩვენ საუბრობდით და მაშინ მითხრა და მართლაც ესეა. ყველაზე დიდ როლს კვებითი აშლობის განვითარებაში ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წამყვანი არის მასობრივი მედიის პროპაგანდა. მათ შორის იგულისხმება ინფლუენსერები, ცნობილი ადამიანები, რომლებიც თავისი გარეგნული ცხოვრების წესით თუ იქ Instagram-ზე თუ სხვა სოციალურ ქსელებში მოუწოდებენ 1000 გვარ დიეტებს. და ასევე ზოგადი თან მათ აქვს საერთო კვალიფიკაციები. კი ბატონო, ზოგადი სიყვარული რომ ვიყოთ გამხდრები ლამაზები და მით უმეტეს ახლა ისე გადიდებულმა ბარიატრიულმა ოპერაციებმა ხო საერთოდაც ალბათ მიგვიყვანს, იმიტომ რომ უფრო და უფრო მოდური ხდება, ყველა ხედავს გარშემო როგორ შეიძლება დაიკლო
რამდენიმე 10 კილოგრამი დაუშვათ ოპერაციით, ამიტომაც წამოვიდა უკვე დისმორფიზმის ძალიან მაღალი კოეფიციენტი, ანუ საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილები არიან უკვე ჩვეულებრივი წონის ადამიანებიც. და მე რა თქმა უნდა ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ყურადღება მივაქციოთ ასეთ შემთხვევაში, იქ სადაც პაციენტ შეიძლება დავაკლებინოთ არა ოპერაციით, მე მგონი დღევანდელი მსოფლიოს მოსახლეობა განიცდის არა მარტო კოსმეტიკურ ტანჯვას. აი ამ ბოტოქსებით, რათასი, რა ვიცი, რაღაცნაირ ტუჩებს გადდებით და ეს არის ტანჯვა, მე თუ მკითხავთ, ეს არის კოსმეტიკური ტანჯვა. ესე დავარქვი. არამედ მოსახლეობას აქვს კიდევ უფრო დიდი ტანჯვა, რომელსაც გასტრონომიული ტანჯვა ქვია რა. იტანჯება მთელი ხალხი, გაიხედო, გამოიხედო, იტანჯებიან გასტრონომიული ტანჯვა ქვია ამას. ეს უნდა შეჭამოს და ვერ ჭამს. ეშინია რომ შეჭამოს ვაი რა მომივა და როგორც კი გაიფიქრებს იმ წუთში, სულად გახდის. კი ბატონო. იქ ვიღაცამ რაღაცა დაწერა და უგემური რაღაცა შემოურიეს ერთმანეთს, მაგრამ თუ გინდა რომ კარგად გამოიყურებოდა ეს უნდა სვა. ამდენი საქართველოში მუშაობს, მე მგონი მხოლოდ ეს მიმართულება სოციალური ქსელის. გასაგებია ბატონო, ჩვენ კურნალობის გენი გვაქვს ქართველებს საერთოდ, იმიტომ რომ ქართულია მედიცინა. და ვიცი რომ ყველას უნდა რომ ვიღაც რაღაცა ასწავლოს, მაგრამ ცოტა თავი შეიკავეთ რა. იმ ხალხს ვეუბნები, რომლებიც ამას კითხულობენ და თავზე ცდებს ატარებენ. ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ მცენარეულია და უხიფათო. მცენარეებისგან მზადდება საკმაოდ ძლიერი შხამები და ესე ადულად არ შეიძლება არსეთი მცენარის მიღება. ეხლა არის ესეთი მოდა ზოგიერთი ქრისტეს სისხლას სვავს ნახევარი საქართველო, გას შხამია ხალხო. ყველა მე კიდე სპეციფიური მომზადებაა საჭირო ამ საწამლად გადაიქცეს და საწამლავად. აი სიტყვებით რა ახლოა წამალი და საწამლავი ხო? ერთი და იგივე ფუძეა. კი ბატონო, და ამდენად ეს პროპაგანდა იწვევს ძალიან მნიშვნელოვან იგივე კუჭნაწლავის სამკურნალოდ. აი მე ხშირად მინახავს Facebook-ზე ფორუმზე ვიღაცა დაწერს რა დიაგნოზი აქვს დაუშვათ და თხოვს დამეხმარეთ და მიდის იქ ჩვეულებრივი რეკომენდაციები რა დალიოს, როგორ დალიოს, რა ხო, იქ კომენტარებში. ეს სადე, ის სადე, ესაც სადე, აბა ეხლა ეს სადე არქით რა. და ამ დროს შეიძლება იკარგება ძვირფასი წუთები, რომლებიც მედიცინისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მით უმეტეს, როცა კუჭს ეხება, როცა ეხება წყლოვან დაავადებებს საქმე, როდესაც შეიძლება არანამკურნალმა შემთხვევაში დავუშვათ პერფორაციაც გამოიწვიოს და ლეტალური გამოსავალიც და ამ 1-2 წლის მანძილზე, რაც ჩვენი კლინიკა 2 წელიწად ნახევრის მანძილზე რაც კლინიკა არსებობს, ლიზი რაც ერთად მუშაობთ მენაში. რამდენი, აი რო გითხრათ, უსაშინლესი და ურთულესი кейსით პაციენტები ყოლია, ნამდვილად, რომლებმაც ძალით გაიხადეს ქრონიკულ პაციენტებად თავი და ძიმე დარღვევებით თან. ოპერაციებამდე მიდიან ხალხო. ნაწლავები აღარ აქვს ხალხს. კი ბატონო, საკმაოდ რთული და მძიმე პაციენტების მართვა გვიწევს ხოლმე და გასტროენტეროლოგია არის მეცნიერება საწვლის მომნელებელი ორგანოების შესახებ. და საწვლის მომნელებელი ორგანოთა სისტემა ყველაზე მასიური და ყველაზე დიდი სისტემა არის. საწვლის მომნელებელი სისტემა მთლიანად როცა წარმოვიდგინოთ, საოცარი ქარხანაა. რომელსაც სხვადასხვა საამქროები აქვს და ყველა საამქროს თავისი მოვალეობა აქვს. ამაში ესე ჩარევა როგორ შეიძლება? ხო, აი სასაცილო ის არის, რომ როცა სტუდენტი ვიყავი, ჩემზე წინა თაობა, ესე გავიზარდეთ ჩვენ, რომ ერთადერთი ორგანო არისო გულიო, რომელიც სულ არ ისვენებს და სულ მუშაობს. დღეს თანამედროვე მექიმები კუჭი დასვენებული ვის უნახავს? არც ერთი ორგანო არ არის ისეთი, რომელიც ესე ვთქვათ ისვენებს და ამუშავდება მხოლოდ მაშინ, როცა ფუნქციას ასრულებს. და კუჭი თუ სწორად ვერ მუშაობს, გულიც ვერ მუშაობს სწორად. კი ბატონო. ვერც სისტემები ვერ მუშაობენ სწორად. ვერც ენდოკრინული სისტემა ვერ მუშაობს სწორად. თავარი ორგანოთა სისტემა და ყველაზე მასიური ეს არის გასტროენტეროლოგია. ეხლა უტრირებულად არ გამომივიდეს, მაგრამ ესია
გული რა არის? ერთადერთი არის ტუმბო. და კიდე ერთი საინტერესო კვებითი აშლილობა მინდა გვახსენო, ასე ვთქვათ, ძალიან ქართული მოდელია ეს ჩვენთვის ძალიან ეს არის დეტოქსებით გატაცება, რომელიც ეს ღვიძლის გაწმენდის ცნობილი ფენომენი, რაც მიდის ისეთი რეკომენდაციები ბატონ ზაქარია, რომ ხანდახან მეც კი მეშინია, იმიტომ რომ თქვენ ახლა მცენარეებიც ახსენეთ, მაგრამ მცენარეების გარდა იქ საოცარი მეთოდებია ჩართული, როგორ უნდა გავაკეთოთ დეტოქსი. და ეს ნივრით, კაია. ასე რომ მე მგონია რომ იმისათვის რომ ჯერ ესეთი მოდით ესეთი დეტალიც აღნიშნოთ რომ როდესაც პაციენტი რომელსაც თვითონ აქვს კვებითი აშლილობა წვიტავს საკუთარი მკურნალობის სქემას აქ უკვე პრობლემაა იმიტომ რომ ამ ადამიანს პირველ რიგში დახმარება ჭირდება და რამდენად ძალუძს თვითონ საკუთარი მდგომარეობის რეალურად შეფასება მეცაც გეტყვით კვებითი აშლილობის დროს ძალიან ხშირად პაციენტი კი არა პაციენტის ოჯახის წევრები მოდიან და ან მოდიან შვილებთან და დედებთან და სხვებთან ერთად. რატომ? იმიტომ რომ უბრალოდ ფიზიკურად არ შეუძლიათ ზოგჯერ და ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი იყო გახმაურებული ისტორიებით, აი პრინცესა დიანაზე იყო ხო რა ძალიან ბევრი ცნობილ ადამიანს ჰქონდა სხვადასხვა კვებითი აშლილობა და ზოგიერთი მათგანი არ ცმალავდა და ებრძოდა ამას და საზოგადოებასაც მოუწოდებდა რომ ტაბუდადებული არ ყოფილიყო ეს თემა, იმიტომ რომ ჩვენს კოლეგ კლინიკის პრაქტიკაში ესეთი პაციენტები და ვიცით რამდენად რთული შედეგი აქვს. თუ მით უმეტეს ახალგაზრდა ასაკში კიდე უფრო იქ სხვა სირთულეებიც ახლავს, ხო? ხშირად მალავს ოჯახი. მე მინდა რომ მიმართო ჩვენს მოსახლეობას. ადამიანს მისი სილუეტი და მისი გარეგნობა კი არ ალამაზებს. ადამიანს ალამაზებს სწორად მომუშავე ნერვული სისტემა საერთოდ და ამას დავუკვირდით ჩემო ძვირფასებო და ნუ დატანჯავთ თქვენს ორგანიზმს. ტყვების ჯერადობა მოაწესრიგეთ. ისწავლეთ ყოველდღიური საკვების გარჩევა სადღესასწაულო საკვებიდან. უნდა ეს ვიცოდეთ. რომ ყოველდღე ადამიანი თუ მწვადს ჭამს სადღაცა მწვადზე რო დაპატიჟებენ, ეხლა მისთვის ეს რაღაც დღეობა აღარ არის. დღესასწაული აღარ არის. ხო? ბატონ ზაქარია, ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. დღესდღეობით ძალიან ბევრი მოდური ფიტნეს ბლოგერები და ნუტრიციოლოგები, რა ვიცი, რაღაც ესეთი აქტიური პროპაგანდა მიდის, რომ საკვები მენიუდან დამოიღოთ ერთპიროვნულად შაქარი, დამატებულ შაქარზე გულისხმობ და არახილის შაქარზე და მარილი. მე ამას წინათ მომივიდა ერთ-ერთ კონფერენციაზე საუბარი მათთან, იმიტომ რომ საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოში მაგალითად მარილის იოდიზირება მიდის და მარილის ამოღება ერთპიროვნულად საკვებიდან იოდის დეფიციტისთვის მე მგონი არ უნდა იყოს კარგი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ასე ზოლში ვართ, ხო, ასე. განსაკუთრებით თის მოსახლეობა მარილი როგორ არ უნდა ჭამოს. კი ბატონო, თუ მეტეს ჩვენ გვაქვს ხეთათიანეთის რეგიონი, ხეთათიანეთის რეგიონში სადაც თანდაყოლი იოდი დეფიციტით იბადებიან კიდეც ბავშვები. იოდი დეფიციტური თიროიდიტები გვაქვს ჩვენ, ხო? და როგორ შეიძლება. ერთი რამე მინდა გავარკვიო თქვენთან. ბევრიჩენთან სახლში რომ მივდიოდი, კამფეტის მაგივრად შაქარ-ყინულს მაძლევდა. მართლა. მეც მახსოვს შაქარ-ყინული. ეს ძაფსი აკითხული შაქარ-ყინული იყო და ძალიან მიყვარდა ეს ჭურჭხელასავით იყო. ხრატუნდა. ო, და ემტრეოდა ზე. ვიცი რაც მე შაქარს ჭამდი. ამასთანაც ჩავიტარე ანალიზები ჩვენ ლაბორატორიაში და რა ვიცი, არც დიაბეტი კი ვარ, არც არაფერი. ყოველ შემთხვევაში ერთპიროვნულად ამოღება სრულად. მით უმეტეს ბავშვთა ასაკში წავიდა ეს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. აბა ბავშვს ლიმონადი რითი დაუთკბოთ? ქსილიტით? საერთოდაც ძვლიან რომ არ არის ლიმონადი კარგი, ამდენად თუ ბავშვთა ასაკიდან არ მიეჩვევა ტკბილს დამოკიდებული. კაი ბავშვს ლიმონადი არ დავალევინეთ, არაფერი არ დავალევინეთ, აბა რა ვაჭამოთ, კაცო, რა მივცეთ ბავშვს. რითი გაუხალისოთ იმ ბავშვს ბავშვობა? ღვინო დავალევინოთ პირველივე დღეებიდან? საქმე იმაში რომ ზოგიერთ ხილში შეიძლება მაგალითად ფინიკში შეიძლება რაღაც მომენტში უფრო მაღალი შაქარი იყოს ვიდრე შაქრიან ჩაიში დავუშვათ. მე ხა აქ უკვე ქიმიური ფორმულა სადამდე დაიშლება სხვა ის ორგანიზმს შაქარი სჭირდება.
შაქარი სჭირდება, მარილიც სჭირდება. არავის არ ვეუბნები აბსოლუტურად, რომ მარილი აკრძალეთ, რატო? მარილი შეზღუდეთ. დიახ, მარილი შეზღუდვა სხვა არის და აკრძალვა სხვა არის. არასდროს არ ვეუბნები პაციენტს, რომ ცხიმი ამოიღე ახლა შენ საერთოდ. არა, შეზღუდე უბრალოდ და მაინდა-მაინც თანთალა ხაშლამებს ნუ გადაიღებთ ხო რა. კერდის ნაწილებს და იმას. ხო. ცხიმი უნდა შეიზღუდოს და უნდა ჭარბობდეს ჩვენს ბატონ ზაქარია, პანდემიის პერიოდში ვებინარი იყო და რამდენიმე ესეთი სხვადასხვა საერთაშორისო რაღაც კონგრესივით იყო, ონლაინ რა თქმა უნდა და ვესწრებოდით საქართველოსდან მე და რამდენიმე სპეციალისტი ვიყავით, ერთად საკმაოდ დიდი შეხვედრა მიდიოდა. ერთ-ერთი უცხოელი მოხსენებელი გამოდის და ლაპარაკობს ძალიან ცუდ ნუტრიციოლოგიურად ცხვრის ხორცზე. და მახსოვს შუა აზიის წარმომადგენელი ექიმი იყო და ითხოვა სიტყვა და მან თქვა ესეთი რამ, რომ შეიძლება თქვენ ქვეყანაში ვერ ინელებენ, მაგრამ ძალიან კარგად ინელებენ ჩვენ ქვეყანაში. ჩვენ როგორც უფრო ცუდად ვინელებთ და ძროხასა და რაღაც ხო, ვიდრე აქედან გამომდინარე კიდე ნაციონალური თავისებურებებიც გავითვალისწინოთ რაღაცეებში. კი ბატონო. ბატონო ზაქარიამ სწორედ თქვა, საქართველოში იოდის დეფიციტია და მე არ ვიცი თუ ალტერნატივა გაჩნდება რაღაცა, რაც იოდს შეავსებს და დეფიციტში არ გადაგუყანს, კი ბატონო. თუ არა და ჩვენ მარტო იოდიზირებული მარილი გვაქვს მაღაზიებში. სხვა არ შეიძლება და არ იყიდება, იმიტომ რომ აი ამ სახით მივიღოთ. მაშინ სხვა დანამატი უნდა გაჩნდეს და აქედან გამომდინარე ეს პრობლემა მოგვარდება. ეს უბრალოდ მათთვის, ვინც აი ამ პროპაგანდას აკეთებს ესე აქტიურად და ბატონ ზაქარიას აზრიც მინდოდა რომ დავიფიქსირებო. ხო, არა, ის კიდე მინდა ერთხელ თქვა, ხშირად ვიმეორებ ხოლმე, ერთი ძალიან ბრძენი ადამიანისგან ბავშვობაში მაქვს მოსმენილი. დედამიწაზე შვილო, რაც გაჩნდა, ყველაფერი არის ადამიანის მოსახმარად გაჩენილი. და ადამიანი თავის მოსახმარად თუ რაღაცას ახალს აკეთებსო, ყველაფერი მის საზიანოთ არის. დე. მიგეთ? დედამიწაზე რაც გაჩნდა, ყველაფერი და მითხრა წამალი და საწამლავი მას არ ქონდა სამეცნიერო განათლება. ერთი ფუძია ორივეს. გააჩნია როგორ მოიხმარ. ხანდახან წამალიც შეიძლება საწამლავად გექცესო და საწამლავიც გექცეს ხანდახან ისე მოიხმარო რომ წამლად გექცეს. აი ამ მეთოდიკაზეა ზუსტად დამყარებული რა ქვია ჰომეოპათია. ხოსია. კი ბატონო. ხო. ამიტომ მოხმარების წესი უნდა ვიცოდეთ. არ უნდა გადავაყოლოთ კუჭი არაფერს. არ უნდა გადავაყოლოთ ჩვენს გემოვნებას, ჩვენ ჯანმრთელობა. და ჩვენს რაღაცა არასწორ წარმოსახვებს და არასწორ ინფორმაციებს მიღებულს არაკომპეტენტური საიტებიდან და ასე შემდეგ. განათლება ძალიან კარგია, წაკითხვა და საიტების მოსმენაც, მაგრამ ჯობია ინფორმაცია იყოს კომპეტენტური, სწორედ ამიტომ შევხვდით. ამიტომ ეს იყო აზრი ჩვენი იმის, რომ გაღიზიანებულ ნაწლავის სინდრომზე ამომწურავი პასუხი გვეცა და მაინც ყოველშემ არ არის ეს ამომწურავი და ვერ იქნება ვერასდროს ამომწურავი და ამითი რა ამ ციგნის გამოცემისო და დასრულდა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის პრობლემა არა. მაგრამ ეს გარკვეულწილად ერთ-ერთი პატარა ნაბიჯია იქეთკენ რომ უფრო კარგად ვისწავლოთ ეს და რომელიც წლობით ებრძვის ფაღარაც და დაუშვათ შეკულობას 1000 საკვების რაღაცა ნაირ-ნაირი კომბინაციით და მედიკამენტებით ამ დროს პრობლემა ცოტა ზევიდან იწყება. აი მას მოკიდებს ხოლმე ბატონ ზაქარია ხელს კისერში და იქვე მოაგვარებს ხოლმე თემას. ამდენად რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელობა კიდე წყაროს სანდოობა, სწორედ ამიტომაც იყო ეს მითითებული აქ, რომელი საიდან არის ლიტერატურის წყარო ნასაზრდოები და მე მინდა ჩვენს მაყურებელს ბატონ ზაქარია ურჩიო პირველ რიგში ის რომ აი რადგან ესეთი ხშირია ეს დაავადებები და რაღაცა სულიერი სიმშვიდე და რწმენა ქონოდეთ, ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ზოგადად დაავადების კუნალობაში, როცა პაციენტს ჯერა სწამს და როცა ექიმს ენდობა, ეს უკვე ნახევარი საქმეა ხოლმე კუნალობის გზაზე. როგორ უნდა იყოს სიმშვიდეში ადამიანი? ნახევარი საქართველოს ქუჩაში ნერვიულობს, ნახევარი საქართველოს სახლში და იქ ნერვიულობს.
ეპოქაა ესეთი. სტრესული ეპოქაა, ხო? სტრესული ეპოქა. იმიტომაც არის ესე გაზრდილი ეს დაავადებები ბატონ ზაქარია. რა თქმა უნდა, აღარ მახსოვს ამას წინათ გადაცემაშიც ვთქვი, მე მგონი. ადრე ფუნქციური მოშლილობებით გასტროენტეროლოგებთან მიმართვიანობის სულ 15% იყო ფუნქციური მოშლილობები. 10 კაციდან 10-15 კაცი 100 კაციდან. ბატონ ზაქარია, ეხლა მგონია რომ ეხლა 90%. მე მგონია რომ რაღაცა ეპიზოდი ყველას აქვს ცხოვრების რაღაც ეტაპზე. რა თქმა უნდა. ძიმე და ისეთი. ისე როგორი ცხოვრება, ადამიანს სტრესი არ კონდეს. მე უფრო მეცაც გეტყვით. როცა აბიტურიენტი ვიყავი და ვემზადებოდი ფიზიკაში რომ უნდა ჩამებარებინა, გამოსტაცა რომ გავედი იმისთან და კუჭის ტკივილი დამეწყო, იმისთანა ჭრიალი რომ თუ გავგიჟდი არ ვიცოდი მაშინ ჯერ ის ვისარსავლობ. მერე რომ გავიარე გასტროენტეროლოგია აღმოაჩინე რომ თურმე ეს არის ფუნქციური მოშლილობა ემოციური ადამიანისთვის. და ყოველთვის ეძებენ ხოლმე მიზეს საჭმელში, აი ხაჭამა იქ. ხო, აი ისეთ საჭმელი შევჭამე და იცი რა მომივიდა იქ იმო 9 კაცმა შევჭამე და მარტო მე მომწამლა, არ მოგწამლა გენაცვალე, შენ მოგწამლა, იმიტომ რომ დაალპო საკვები. კი ბატონო, სხვა რამე მოწამლა, ასე ვთქვათ, ხო? ეს მოწამლა ტვინის. ღებინების შეგზებას მოწამლას ეძახიან, ფაღარას უკვე მოწამლას ეძახიან, გამიგე და არ არის ყველაფერი მოწამლა და არ არის ყველაფერი ინფექცია. ну რა თქმა უნდა, ინფექციას სახლავს ეს ფაღარათები, გამიგე და დიარეები და მთელი თუმცა დღესდღეობით აი ესეთ ნაწალური ინფექციების, იმიტომ რომ სტერილიზაციის მეთოდები შემოვიდა, კონსერვანტები, რაღაც აქტიური ემატება უფრო შემცირდა წილობრივად, ადრე იყო აი ხა დიზინტერიის შემთხვევები და მაგრამ სამაგიეროდ წამოვიდა სხვა დაავადებები, რომლებიც ბევრად უფრო რთული სამართავი გახდა ხო ბატონ ზაქარია რეალურად. ეპოქაა რთული სამართავი. ეპოქა ვერ იმართება სწორად. ბედნიერების ხარისხმა დაიკლო მოსახლეობაში, გაიხსენეთ ჩემხელები ვინც ხართ და გაიხსენეთ ის პერიოდი, როცა ყველანი დაცულად გრძნობდით თავს. აღარა აქ ადამიანს დაცულობის შეიძლება. ხვალინდელი დღის შიშით ცხოვრობს პატარა ბავშვი სკოლის მოსწავლეც. სტრესული კარი. სკოლის მოსწავლე 14 წლის ასაკში უკვე იცახის სახში, რომ მე უნდა მუშაობა დავიწყო სადღაცას გამყიდველად უნდა დავიწყო მუშაობა, კონსულტანტად უნდა დავიწყო მუშაობა, მე ჩემი ფული უნდა მქონდეს. კარგი შვილო, მოესწრებით იმ ფულის შოვნას, გამიგე ჯერ ისწავლეთ. წიგნები წაიკითხეთ. რაღაცა უფრო რომანტიულები გახდით, რომ სიმშვიდეში ცხოვროთ, გამიგე. წაიკითხეთ რამე წიგნი, რაღაც ისეთი რომანი, სასიყვარულო, რომ იქ იცხოვრო, წიგში იცხოვრო, წიგნის სუნი იგრძენით. ძალიან მნიშვნელოვანია. ნუ გეჩქარებათ, თქვენი გასავლელია ეს ცხოვრება და იჩქარებ მაინც იმდენს გაივლი, არ იჩქარებ მაინც იმდენს გაივლი. რასაც ნახავთ ამ ქვეყანაზე, დაიმახსოვრეთ. უბრალოდ ზერელეთ კი არ ნახოთ. აი ზერელეთ რო ნახულობთ, ეს გაძლევთ მერე დეჟავიუს შეგძლებას. ეს ხომ ნანახი მაქო. ისე არ იყოს. და ეს იწვევს შფოთვას ზუსტად. ზუსტად. 5 წელი ველაპარაკები ახალგაზრდა ადამიანს, 20-22 წლის ადამიანს, მისმეს ესეთი ჭკვიანი თვალებით გონია რომ ყველაფერი გაიგო და მოვჩის საუბარს და ის იგივე კითხვა დამისვა. იმიტომ რომ ვერ გაიგო, ვერ დაახარისხა, ესე გაიფრინა. იმიტომ რომ მიეჩვია მისი კვინი, ვინჩესტერები. არაფერს აღარ იცის, გადავსებულია ათასნაირი უარგისი ინფორმაცია. ძალიან რთულია ეს სტრესთან ბრძოლა, მართლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ძალიან მნიშვნელოვნად ისახება სხვა სისტემებზე და გასტროენტეროლოგიაზე მით უმეტეს. ძალიან დიდი მადლობა. მე მიყვარს ხოლმე ეს პოპულარული ენით საუბარი, რომ ადვილად გაიგოს ადამიანმა. ყველა მიპოვა თავისი, ასე ვთქვათ, ნახეთ, ჩვენი გადაცემების მთავარი მიზანი ის არ არის, რომ დავუშვათ ჩვენი კლინიკის პროპაგანდა გავაკეთოთ. მთავარი მიზანი არის, რომ ავწიოთ დაავადებების ცნობადობა. ხშირ შემთხვევაში პაციენტმა არც კი იცის, რომ ექიმს უნდა მიმართოს. აი ეს ჩვენი გადაცემის ყურების მერე ის უკვე ხვდება, რომ ეს არ არის თურმე რაღაცა ჩვეულებრივი ამბავი, რომ ეს პრობლემაა და მისი მოგვარება შესაძლებელია და არ ღირს ცხოვრების ხარისხის ასე ვთქვათ, გაფუჭება და ლოდინი. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი განაჩენი ხო არ არის? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, გასტროეზოფაგური რეფლუქსი დაავადება განაჩენი ხო არ არის?
კუჭის სული განაჩენია, არ არის განაჩენი, გასტრიტი განაჩენია ხალხო, კოლიტი განაჩენია. არც ერთი დაავადება არ არის განაჩენი, თუ შენ არ აქცევ განაჩენად. კი ბატონო. მათ შორის საკმაოდ რთული გენეტიკური დაავადებებიც კი რაღაც დონემდე მართვადია, მართულია და შესაძლოა. კი ბატონო, რამდენი შემთხვევა გვაქვს და შედივრად მიდის საქმეები, აი კრონის დაავადებას მართავთ, იმას მართავთ. ცელიაკია, გალაქტოზა, საუბრობა, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ. მადლობა მინდა ჩვენ მაყურებელს უთხრა, მადლობა ბატონ ზაქარიას. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვიმყოფებოდით ზაქარია როჭიკაშვილის გასტროენტეროლოგიურ კლინიკა ესკულაპში. შეგახსენებთ ჩვენ მისამართს, ეს არის ქალაქ თბილისი, სულხან ცინცაძის 73 ნომერი, ყოფილი საბურთალოს ქუჩა. მადლობა ბატონ ზაქარია. თქვენ მადლობა და მადლობა ჩვენს მაყურებელს, რომ დრო გამოგვიყო და მოგვისმინა. ნახვამდის.